ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პირადობისა და პასპორტის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებული არის თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს. დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული. საქართველოს 2026 წელს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური, სრულიად განახლებული დიზაინის მქონე პასპორტებისა და პირადობის მოწვევების გაცემა. ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არის უფრო დაცული და უსაფრთხო, ისინი გამოირჩევიან თანამედროვე უნიკალური დამცავი ნიშნებით, მათი დიზაინი კი დატვირთულია ეროვნული თემატიკით და ასახავს საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს. საქართველოს ბიომეტრიულ პასპორტებსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობებს დაახლოებით 15 წელია გასცემს და მათი დიზაინი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მას შემდეგ ტექნოლოგიების საგრძნობლად განვითარდა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მათი განახლების საკითხი. სიახლეა ისიც, რომ პასპორტის პიროვნების პერსონალურ მონაცემთა გვერდი არის უკვე მყარი მასალისგან, პოლიკარბონატისგან დამზადებული, ხოლო პირადობის მოწმობა შეიცავს პირის თითის ანაბეჭდს. ასევე მასზე დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პირის სოციალური ან სხვა სტატუსის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. ახალი დოკუმენტები ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს სხვადასხვა სერვისის სწრაფად და უსაფრთხოდ მიღებას თუ მოგზაურობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დოკუმენტების საფასური რჩება იგივე, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ძველი დიზაინის დოკუმენტებს, არ არიან ვალდებულნი ისინი ახლით ჩაანაცვლონ, ვიდრე მათი მოქმედების ვადა არ ამოიწურება.